აბას თუმაში პატარა გალია, სახლია მთის ძირში მიდგმული, ამ სახლში წამბლის ფერთმიანი ქალია, დიდბუნოვანი და დიდგული. მე როცა თამარის ციხიდან მოვდივარ და ერგვლივ ღამეა უკუნი, როდესაც დაღლილი სხეული ღონდება და ისმის ხეობის გუგუნი, როდესაც ეცემა ბილიკზე მეათეთ უბელო ღრუბელი საზარი და დაღლილ დაქანცულ ლაჟვარდებს მიათრევს მდინარე ლოდების ზანზარით. პატარა სახლიდან შარაგზის პირამდე უეცრად იფეთქებს ნაცუნარი, ესე იგი გამოჩნდა და ბილიკს მინათებს მისი ნაწნავების ხანძარი. აბას თუმაში პატარა გალია, სახლია მთის ძირში მიდგმული, ამ სახლში წაბლის ფერთმიანი ქალია, დიდბუნოვანი და დიდგული.